აი რა ვქნათ იმ ხალხმა ვისაც მხოლოდ გოგოები ყავს რა და მე გეტყვით ამ საიდუმლოს რომ ისე მოყვებიან რომ იმადზე მაგრა იცავენ წესებს და ყველაზე მაგარი არაფერი არ ეშლებათ აი ეგ არის რა რომ აი ბიჭი მიხوار შემეშალა და შენ უნდა გახვიდე მე და მოაგვარო რა ამათ არა აქტი არაფერიც არ ეშლება კი მაგრები არიან გოგოები ძალიან ორი ვაჟი ვაჟების მამებო არ არის რა ორი ვაჟი მყავს და უფროსი 14 წელს სახლშიო შემოდის და გაღიმებული როა ისე ამოვისუნთქებ ხოლმე ხო რო გაიარა მთელმა ისტორია რომ ის დღე მშვიდობით დასრულდა იმიტომ რომ ხო კაცო მეომრების გარდატეხის ასაკში ლომების პატრონობა არის ძალიან რთული ლომების გარდატეხის ასაკში მყოფი გოგო რო შემოდის გაღიმებული ეგეც ამოსასუნთქია დამიჯერე კი როგორ არა და უფრო მეც გეტყვი რა ეს პირდაპირ გეუბნება რომ იცი რა ამან მითხრა მიყვარხარო მაგრამ მე რაღაცა და შენ რო გიღებს ამ კარს იმს კი არა დედას კი არა ანუ მესაც ცალია ხამჯო ხო ხტები მაგრამ ნუ ძალიან საინტერესოა და გეუბნება და შენც ეუბნები რომ ოჩახ ეგრე ჯობია თუ რა აბა შენიც რა და მე ბოლოში გეჩდება ოპერა ისეთი რა დალაგებული რომ ესე იგი ესეთი გამოვიდა ის ტიპი რომ შენ რო არ გენერვიულა ისე იცხოვრა მიხდედო რას მე მამა ჩემი ვანერვიულა და ალბათ ყველა ბიჭმა ერთმა გაგვიმარჯოს და დაგლოცოს ერთი რა გზნობა ლაშა გოგოშვილი რო გეუბნება რომ აი იმან სიყვარული ამიხსნა სულ ამბობ ორი გოგო არ მყავს და უკვე ვეჭვიანობ ვიღაცამ რომ სიყვარული აუხსნას მით აი თქვენ როგორი ის გქონდათ მაგალითად მე მაგალითად ძალიან კაი ნინიკოს მაგალითად უთხრა და ისე გვიყვარდა მე და ჩემ მეუღლეს თამუნდას ის ტიპი რომ უთხრა რა ხან სულ ერთი რა კარგი ადამიანი ხარ რომ უთხარი რა ხო ხდები და იმას გულშემატკივრობდი იმის მერე 9 წამმა გაიარა გასულ 9 მუთხრა თუ 7 თუ ეხა ეს გადაწყვიტავს მე თვითონ ის რომ შენი შვილი ვიღაცას უყვარს და ვიღაცა ეტყვის ხო შენ ხდები იმის გულშემატკივრი ვა რა მაგარი ანუ უფრო იქითკენ ხარ ვიდრე არა მამა არ უთხრა არ არსებობს ეგ შენ რაღაცა რომ გაღიარონ თუ რაღაც რესპექტ რო იყოს გონია რომ აი იმან რო უთხრა გოგოს შენ ხარ იმისკენ რომ კაი ტიპი აღმოჩნდეს კაი კაცი გამოდგეს ფაზა 1000 ფიქრები მოდის და რო არ გამოდის უფრო იმაზე ნერვიულობ ამან ხო არ უთხრა რამე ისეთი რომ ხო რა ცხენინა ხტები რა რაღაცნაირად ისეთია გოგო არის რაღაც სპექტაკლი მდგომარეობაში თუ გაგიღო ეგ კარი მით უმეტეს რაღაცა გონია რომ შენ გეუბნებიან მე იმას რო ეუბნებიან შენ გეუბნები მე ეგეთი განცდა აი ნინიკო მიყვარს რო გამეგია ხოლმე წითელი ხომ იმირია ფერი თუ რაღაცა და ისე და მე ვწუხარ რა აი ესეთი ისე აქვს ზოგიერობა გოგო თქვენ ქონიათ უკვე ეგ ჯერ არა 1-2-ზე მითხრა რომ მე მგონი მოწონვარო თუ თვითონ მე მითხრა ვინ მოწონდა არა მე ანუ ჯერ არავინ მომწონს თორე აუცილებლად პატარა მითხრა ეს მომწონს რა და რომ მითხრა ვა რა საინტერესოა როგორ უნდა დააინტერესოს ამან ის რომ ჩვენ ხო პირიქით ვართ მიჩვეული რომ ბიჭები ვეუბნებით და გოგოები პიდიან სახში ამბობენ და მე ეს პრობლემები გიყურებენ ვერანდიდან რაღაციდან ხო მიდი სანათესაუში სწავლა და შევისწავლოთ ეს ბიჭი რა ხო და ნუ ესეთი გამოდგა რა გოგოების ლეველი მამასთან ძალიან დიდი ყოფილა საბედნიეროდ